ფართო ეზო დიდი შენობა, ეს არის საბანკეტო დარბაზი ედელვაისი ხაშურის შესასვლელში. მიუხედავად იმისა, რომ გვიანი შემოდგომაა, ნახეთ როგორი მოვლილი და ლამაზი ბაღია ეზოში. ძალიან მომწონს ლამაზი ხეებია, ზაფხულში ალბათ 60-ხეა, იმიტომ რომ შადრევანიც არის, მაგრამ ჩვენ ახლა გვაინტერესებს ედელვაისის დარბაზი და რა თქმა უნდა სამზარეულო. პირველი რასაც უყურებ, ეს იატაკი მოწესრიგებულია, ნაგვისყუთი გასაცლელია. 2/3-ით რო გაივსება, აუცილებლად უნდა გაიცალოს. ეს სტილოს არ ვიცი რას თქმარობენ, მაგრამ არ მომწონს. ჭერი გაწკრიალებულია, სუფთაა, კედლები სუფთაა. ეს რისი ოთახია? ჭურჭლის სამრეცხაოა და ჭურჭლის სამრეცხაო აქვე რეცხავთ ბოსტნეულს? ბოსტნეული სად ირეცხება? ხსნარები, ბოსტნეული, აი ბოსტნეულს ნამდვილად აქ რეცხავენ, აი ნახეთ, მწვანილსაც აქ რეცხავენ. პურის დაფა გამოსაცვლელია, ძალიან აი არასასიამოვნოა. და ანუ და გადაიფხიკოს და გაიწმინდოს წესიერად. აი ესეც ნახეთ, პურის დაფები სამწუხაროდ ცუდია, თუმცა უჟანგავი არის ზედაპირები, ყველაფერი ძალიან კარგია. და იქ არ უნდა იდებოდეს ფანჯრის რაფაზე, იმიტომ რომ ფანჯრის რაფა სათანადოდ დასუფთავებული სამწუხაროდ ვერ არის და აი მე ამასაც გამოვცვლიდი, ნახეთ. აი პურთან შეხება კონდეს აი ესეთ ბინძურ ცელოფანს არასასიამოვნო არის. ტრაპები მუშაობს და ყველაფერი იწმინდება და ირეცხება ნამდვილად. აი აქ უამრავი მოწყობილობა, ანუ ეს არის რეალურად სამრეცხაო. აქ ჭურჭელი ირეცხება, ინახება დასალაგებელი ნივთები და ასე შემდეგ. რო გადააფაროთ არ შეიძლება, აი თევზი ნახეთ, აი ეს სინი ეხა ყველგან დებთ ნებისმიერ ადგილას და მე ერთმანეთზე არის დადებული. ეს ხო არ შეიძლება, არასწორია, ა? მესმის რომ გასატანია, მაგრამ აი ნახეთ ამის ქვედა ძირი ნახეთ ამისი რა ჭუჭყიანია და ამას თევს ადევს. და აი წყალში არის კიდე ტივტივებს. ეს რა არის? კერძი. ეს როდის გამზადებულია? გასაგებია, პერსონალისტვის არის. მაცივარში კონდენსატი არ არის, მაგრამ ძალიან არასასიამოვნოა. აი ეს, ასე არ უნდა იგდოს არანაირად. კიდე ერთი მაცივარია, სადაც ბოსტნეული არის, აი აქ ყველაფერი გადაფარებულია, უკვე ყველაფერი არა, მაგრამ თითქმის ყველაფერი. ქათმები ასე ძირს არ უნდა იყაროს, არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. ყველაზე არ არის დაფარებული თავზე, აი ზოგზი არის და ზოგზი არ არის, ესეც არასწორია და აი ზევითაც თევზი აი ნახეთ ასე ტრინა როგორ არის. ის საერთოდ აი გამზადებული, ჩაბრუნებულია, ეს შემოტანილია, ის წვანილი გაურეცხავია, ქათმები ქვევიტყრია, ანუ მაცივარი იდეალურია, გაწკრიალებული, გაპრიალებული, გასუფთავებული, მაგრამ აი ეს დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დეტალებიც იყოს გათვალისწინებული. დარბაზის ლობი, სარკეებია, რაც გოგოებს განსაკუთრებით გვიყვარს და ნახეთ რამხელა დარბაზია, დიდი არა, უზარმაზარი. ეს დარბაზი 550 სტუმარს იტევს. წარმოიდგინეთ. და ეხლა მიდის მე როგორც მივხვდი მზადება ქორწილისთვის. მოდით დავათვალიეროთ, როგორი იქნება საღამოს ეს დარბაზი. განათდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი, აი ესეთი ხელოვნური ყვავილებით არის გაფორმებული მაგიდები. ესეც ხელოვნური სანთელია, ანუ ნატურებია და ნახეთ როგორ არის ლამაზად გაკეთებული ჭაღი. რა თქმა უნდა, თეთრი ფერი არის ძირითადი ფერი, იმიტომ რომ ქორწილია. ახალი ავეჯი არ არის, მაგრამ ჭურჭელი სუფთა და მაგიდაც მოწესრიგებული. მთელი პერსონალი არის მთლიანად გადასული ამ პროცესზე, მზადებაზე, ქორწილისთვის და საღამოს წარმოიდგინეთ აქ როგორი ჟრიამული იქნება. არ ვიცი ვინ იქნებია მთავარი გმირები, მაგრამ გადაცემა სახალხო კონტროლი ნამდვილად ბედნიერებას უსურვებს და რა ვიცი, მხოლოდ სიხარულს და მშვიდობას. გამოსულია უკვე კონდენსატი, აი კონდენსატი უკვე გასაწმენდია, ანუ აი ზევიდანაც დაიწყო წვეთა, აი ესეც უნდა აღმოიფხვრას, ანუ გასაწმენდია. ნამდვილად საცხობი ოთახია, გაწკრიალებულია ყველაფერი უჟანგავი არის, კუთხეებში აბლაბუდები არის, უნდა გაიწმინდოს აუცილებლად, მით უმეტეს იქ სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს.
ნაგვის პარკი, რაც ძალიან მაგზიანებს. ეს არის თევზი. ასე ტრინა სავარაუდოდ, კი ბატონო, ასე ტრინა, ეს არის ხორცი. ხორცი და თევზი კარგად იცით, რომ ერთ და იგივე მაცივარში არ შეიძლება. ეს მაცივარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ეს ნაგავი, ეს მწყერები, ნახეთ როგორ აქვთ ყველაფერი ჩაყრილი და ჩალეწილი. ამ დროს ამდენი მაცივრები აქვთ, არაჩვეულებრივი მაცივრები აქვთ. აი ამასაც ნახეთ, რა მდგომარეობაშია. აი ესეც ნახეთ. ამაში რამდენი ხანი არ ჩაუხედიათ და არ გაულღვიათ, შეხედეთ. ამას ახლა მთლიანად ვერ ამოვიღებ, მაგრამ აი სრული კატასტროფაა მაცივარში. აი როდინდელი ხორცია, ვერანაირად ვერავინ პასუხს ვერ გამცემს. ტავტოლოგიაში ნუ ჩამithვლით, მაგრამ ჩემი რეპორტაჟის ბოლო წერტილი სველი წერტილია. გაწკრიალებული, აი როგორი მეთლახის სუფთა იატაკია, ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ხშირად დიდი საბანკეტო დარბაზი რო არის, აი ტუალეტები არის მოუწესრიგებელი. ნუ აბრალებენ იმას, რომ აი ხალხმრავლობა და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ნამდვილად სისუფთავეა. კი ბატონო, არის საპონი, მე ვხედავთ, აგერ. ხელსახოცი და აი აქაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ, როგორი კაბინებია, ნიჟარები. ხას გაუსვამ, რომ შეიძლება ახალ-თახალი არ არის, მაგრამ არის ნამდვილად სუფთა და მოწესრიგებული. ამიტომ მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო ედელვაისის საპირფარეშოები. აქ სუფთა გაპრიალებული, გაწკრიალებული ქვაბებია, ზედაპირები, აი ძალიან სუფთაა და ეტყობა, რომ სუფთა ადამიანები არიან და კედლებიც გაპრიალებულია. პირადი ნივთები აქ არ უნდა იყოს არანაირად. არც ეს ნაგავი არ უნდა იყოს და რაც გასატანია უნდა გაიტანონ. აი ეს უჯრებიც უნდა ლაგდებოდეს. და ეს ინვენტარი, რომელიც უკვე ექვემდებარება გადაყრას, გადასაყრელია, უნდა გადაიყაროს. ეს რა არის? ეს არის მომსახურე პერსონალის ეს მაცივარი, რაც არის, რომ მომსახურე პერსონალი იხდეს. და თქვენ გინდათ მე მითხრათ, რომ ეს ბლინები სულ მომსახურე პერსონალისაა, ეს ბამბანერები მომსახურე პერსონალისაა, ეს გაახეხილი სტაფილო მომსახურე პერსონალისაა და ეს პამიდორიც მომსახურე პერსონალისაა. ანუ ამას დაიკედებულია ჩვეულებრივად აკრია ზემოდანაც. დანარჩენი რაღაცები რაც არის ყველაფერი არის. ხო, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივად რძე, რომელსაც მოიხმართ, არა იმისთვის, რა ქვია, ეს არის არა პირადი გამოყენებისთვის, არამედ არა, ისიც ვნახე, მაგრამ ამასაც მოიხმართ. ძალიან ბევრი რამე გაქვს გაკეთებული, ჭერიც, კედლებიც, იატაკიც, მაცივრებიც, ძალიან დიდი თანხებია დახარჯული. და მესმის, რომ თქვენთვის მომხმარებლის კეთილდღეობა სულ ერთი არ არის. მაგრამ აი ამ ცელოფას ნუ გააფუჭებიათ აქაურობას. მაგიდის ისინი, რა ქვია, საჭრელები გამოსაცვლელი გაქვთ, ან ყოველ შემთხვევაში მოსაპირკეთებელი მაინც. პროდუქტი და იატაკის საწმენდები ერთად არ უნდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა პარკშია თუ რა არის და ცალ-ცალკე უნდა იდოს, ასე არ უნდა იდოს. გადასარევი ზედაპირები გაქვთ უჟანგავი და ძალიან მომწონს. ოღონ ჩამოვყალიბდეთ, ეს არის სამრეცხაო ოთახი, ხო ასეა? ჭურჭლის სამრეცხაო ოთახი, ხო? და ჭურჭლის სამრეცხაო ოთახში ხილი და ბოსტნეული არ უნდა ირეცხებოდეს. ცალკე სივრცე უნდა გქონდეთ და იქ უნდა ირეცხებოდეს. და ერთად არავითარ შემთხვევაში. ფანჯრები და აი ეს აბლაბუდები და ისინი ჩამოახსნევინეთ და ყველაფერი კარგად გექნება.